მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანა ავალიშვილი და Silk Universal-ზე წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ გადაცემას კონსულტაცია ვეტერინართან. გადაცემაში დღეს ნახავთ ექიმი ვეტერინარი ვახო მამალაძე ტელემაყურებლების შეკითხვებს პასუხობს. მივცეთ თუ არა ჩვენს სახლს ჩვენს ლოგინში დაძინების უფლება. ამერიკელი მკვლევარების ახალი აღმოჩენა სტერეოტიპებს 100%-ით ცვლის. რუბრიკა სტუმარს ირინა ონაშვილი მასპინძლობს. რა შეცვალა ცნობილი ქართველი მოდელის ცხოვრებაში პატარა ქოქომ, მეგობრობის, სიყვარულის, უდიდესი პასუხისმგებლობის და ერთგულების ძალიან სასიამოვნო ამბები ჩვენს ეთერში. ამერიკელი მეცნიერების უახლესი კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც ძილს ამჯობინებენ, საკუთარ 4 ფეხა მეგობართან ერთად იუმჯობესებენ ცხოვრების ხარისხს. დეტალები ჩვენს სიუჟეტში. ამერიკელი მეცნიერების უახლესი კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც საკუთარ 4 ფეხა მეგობრებთან ერთად არჩევენ დაძინებას, მნიშვნელოვნად იუმჯობესებენ ცხოვრების ხარისხს. როგორც ირკვევა, ძაღლები ძილში თანაბრად სუნთქავენ, ქმნიან მშვიდ ატმოსფეროს, რაც მძინარე ადამიანზე დადებითად მოქმედებს და უზრუნველყოფს ხარისხიან დასვენებას. ამიტომ ამერიკელი მეცნიერები მოუწოდებენ ადამიანებს, მისცენ თავიანთ 4 ფეხა მეგობრებს მათთან დაძინების უფლება. მეცნიერებმა ასევე კვლევებზე დაყრდნობით ერთხმად განაცხადეს, რომ ცხოველთან ერთად ერთ ლოგინში დაძინება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას. როგორც ირკვევა, ამ კვლევაში 40 ძაღლის მეპატრონემ მიიღო მონაწილეობა. აქედან ნახევარმა, ანუ 20 ძაღლის მეპატრონემ საკუთარ ძაღლს მასთან ერთად ლოგინში დაძინების ნება დართო. ხოლო მეორე ნახევარმა ცხოველი მის საძინებელ ოთახში სპეციალურად ძაღლისთვის გამოყოფილ ადგილას დააძინა. გაირკვა, რომ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ძაღლებთან ერთად ეძინათ, საოცრად კარგად გამოიძინეს. თავი ბევრად უკეთ იგრძნეს, ვიდრე ადრე გრძნობდნენ. აგრეთვე მოეხსნათ სტრესი და ადრინდელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდათ ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა. მას ასე გადაცემის სამედიცინო ნაწილში ტრადიციულად ექიმ ვეტერინართან ვახო მამალაძესთან ერთად შემოგიერთდებით. მოგესალმები ვახო. მოგესალმები. ტელემაყურებლების მხრიდან არის ძალიან მაღალი აქტივობა, შეკითხვებით მოგმართეს. მე ვიცი, რომ ჩვენც გულს არ დავუწყოთ და ვუპასუხებთ. ესე იგი, ძაღლის ახალ ბედა მეპატრონე გვწერს, გთხოვთ დამეხმარეთ 6 თვის ლეკუს რა ვაჭამო, ან როდიდან არის საჭირო წამლები და აცრებიო, აი ასეთი შეკითხვა. ცოტა დაგვიანებული შეკითხვა, იმიტომ რომ თუ ჩვენ 6 თვის, ალბათ 6 თვის აიყვანან და იმიტომ ალბათ არ არის კომპეტენტური გასაგებია კი. საერთოდ 6 თვე ესეთი ასაკია, როდესაც უკვე დასრულებული აქვს კბილების გამოცვლა, უკვე ჯუნიორის ასაკს ვეძახით ჩვენის, ისეთი ლეკვი არა, რომელსაც უნდა დასრულებული უნდა ქონდეს ვაქცინაცია, მაგრამ რადგანაც ავიყვანეთ დაუშვათ ქუჩიდან, ან ვინმე გვაჩუქან, არ გვაქვს ინფორმაცია მათი ვაქცინაციის შესახებ, პირველ რიგში უნდა მოვახდინოთ დეჰელმინტიზაცია, ჭიაზე დამუშავება, მერე შემდგომში ვაქცინაცია და გარდა ამისა უკვე დავიწყოთ, ესე იგი ვიტამინოთერაპიით. ანალოგიურად ჩვენ ვაძლევთ ჯუნიორების საკვებს. ზოომაღაზიებში ყიდება აბსოლუტურად ყველაფერი ამ 6 თვის ასაკისთვის შესაფერისი, თავისი მიკრო-მაკრო ელემენტებით, პროტეინი უნდა იყოს დაცული ცხიმები, ეს ყველაფერი არსებობს იგი სუპერ პრემიუმი და პრემიუმის საკვები. გააჩნია ჩვენს ჯიბეზეა ეს დამოკიდებული, ჩვენ როგორ შევძლებთ, მაგრამ თუ ჩვენ პრემიუმსაც მივცემთ, ამით არაფერი არ დაშავდება, არ დაზიანდება, უბრალოდ სწორად შეცდომებით არ მივცეთ და ანალოგიურად ვეტაფლიაქში გამყიდველი კონსულტაციას გაგვიწევს თუ 6 თვის ძაღლისთვის როგორი ესე იგი საკვები არის მისაღები. ეს ფასების მიხედვით კატეგორიებად იყოფა რა თქმა უნდა, მაგრამ პრემიუმიც არ დააშავებს არაფერს რა თქმა უნდა. ასევე ანალოგიურად უნდა გვავიწყდება, რადგან ჩვენ არ ვართ გამოცდილები, დაუშვათ 6 თვის ლეკვის და კითხვებს ვსვამთ. არ უნდა მივცეთ ძეხვი, არ უნდა მივცეთ სოსისი, არ უნდა მივცეთ სუფრიდან ძვლები, არ უნდა მივცეთ განსაკუთრებით ქათმის საშიელება, საქონლის, თევზის ფხა იკრძალება კატეგორიულად და ერთადერთი ხორცეულობიდან ის მთელი
ღორის ხორცი კატეგორიულად იგრძელებინა, რომ ღორის ხორცი ცხიმი იწვევს დიარეას, პირყებინებას, ნაწლავების პრობლემებს სერიოზულს და ამან შეიძლება მერე სავალალო შედეგამდე მიიყვანოს. ამიტომ ესე იგი ვეცადოთ რაღაცნაირად ერთ-ერთი ქათმის ხორცით საფრთხილო, იმიტომ რომ შეიძლება ალერგიული იყოს და ამან კიდე სხვა პრობლემის დაგვაყენოს. ამიტომ უფრო მისაღებია საქონლის ხორცი, ისიც არ უნდა იყოს ცხიმიანი, უნდა იყოს კარგად მოხარშული და მცირე დოზებით, რომ გადაჭარბებით რამე ზიანი არ მევაკენოთ ისევ და ისევ მის კუჭ-ნაწლავს. წარმატება ვუსურვოთ ახალბედა მე პატრონეს. და მიხარია რომ მიუხედავად იმისა რომ თუ ეს 6 თვის მართლა პატრონი არ ყავდა და უცებ პატრონის ხელში აღმოჩნდა, ეს არის დიდი ბედნიერება. ესე იგი დიდი ბედნიერება ნამდვილად. ერთ რაღაცას ვიტყვი, ახლა რომ მოვდიოდი ტელევიზიაში თქვენთან, ნებას თუ დავrta რა თქმა უნდა. ერთ-ერთმა ძალიან კარგმა სასტუმროს დირექტორმა ბარბარა გოცაძე არის ჩვენი ახლობელი. და ესეთი ინფორმაცია მომაწოდა მე რომ მოკლედ უცხოელები იყვნენ ვარძიაში, ვარძიის ტურისტული მისიით იყვნენ წასულები და ნუ ზიგ ვარძია რომ დაათვალეს, მე გვერდზე იყო რესტორანი, შევიდნენ რესტორანში მოკლედ და ამ დროს მოესმათ რაღაცა ლეკვის ხმა. ამ ფაქტობრივად და გაგიჟდნენ კინაღამ ეს მეუღლე ჩაძვრა სანაპიროზე პატარა მდინარე ჩამოედინებოდა, გონი მტკვარი ჩამოედინება სხვათა შორის და სანაპიროზე ნახეს დაზიანებული პატარა ლეკვი, 2 თვის ლეკვი, შავ-თეთრ შეფერილობით. მოკლედ ესე მოხდა რომ ამოიყვანეს ესე იგი ეს ლეკვი, არ იცოდნენ რა ეკნათ, იმიტომ რომ სასტუმროში ცხოვრობდნენ თბილისში და ვერ წაიყვანენ თან. და წამოგვიყვანო ნერვიულობენ ეხლაც. მოკლედ დაუტოვეს თანხა რესტორნის დირექტორს, დაუტოვეს ლეკვი და სთხოვეს რომ რამოდენიმე დღეში ჩვენ დავბრუნდებით და წავიყვანთ. მოკლედ გავიდა რამოდენიმე დღე, ხა მამათმა სასტუმროც უშოვეს უკვე ამ ლეკვს ყველაფერი და ამ დროს რეკავენ და ისინი არ ვიცი თავშესაფარში ჩავაბარეთო. მირკვევა ესე იგი მოკლედ ეს ძაღლი ისევ და ისევ მოიშორეს, ალბათ ქუჩაში დააგდეს ან სადაც იყო იქ დააბრუნეს და ფული ჩაიდეს ჯიბში. აი ესეთი უპასუხისმგებლობა სამწუხაროა. ძალიან მწუხარო მე ამას ტელევიზიით ვახმოვ, მაგრამ მცხველი მით უმეტეს უცხოელების თვალში ჩვენ რა ვიქნებით ახლა? ჯერ მადლობა უნდა უთხრათ რომ ჩვენ ცხოველს ესე იგი კურირებენ, ეხმარებიან, გული შესტკივა და აპირებდნენ ინგლისში წაყვანას, ბრიტანელები იყვნენ. აი მე არ მესმის ეს რატო სამართლი და ეხლა აქედან რო გავალ მე უნდა მომიწევს ეხლა დავეხმარო წარმოუდგენელი სისასტიკე ლეკვი და რაღაცნაირად მოხდეს ამ ლეკვის ესე იგი რაღაცნაირად კარგი ესე იგი ხალხის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ხარ ამ მე გადავრეკე უკვე ესე იგი იქეთ ვარძის მიმდებარე ტერიტორიებზე ვინცაც ვიცნობთ რომ ვისაც მიგვეწდომოდა ხელი რომ ნახონ და იქნებ რაღაცნაირად გვაპოვნინო ეს პატარა 2 თვის ლეკვი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ იპოვიან და შემდეგ გვიანბევა ხო ეკიმო თუ შეიძლება როგორ დამთავრდება ეს ამბავი იმედი მაქვს რომ ბედნიერად დამთავრდება. ესე იგი კიდევ ერთი ტელემაყურებელი გვწერს, მყავს 6 წლის პუდელი, ორივე თვალი აქვს ამღრეული. მყავდა ექიმთან დაუნიშნა ანთების საწინააღმდეგო წამლები და მხედველობის აღმდგენი წვეთები. 3 დღეა წამლებს ვაძლევ, მაგრამ გაუარესდაო მდგომარეობაო, ეგ წერს ტელემაყურებელი. საერთოდ 6 წლის პუდელი, საერთოდ უფრო სტატისტიკურად თუ იმჟელებს ეს იქნებოდა კატარაქტა, იმიტომ რომ საერთოდ შემთხვევაში პუდელებს ემართებათ კატარაქტა, ეს არასწორ კვებასთან, გენეტიკურ ფაქტორთან არის დაკავშირებული და ეს რა არის? ეს არის ბროლის შემოღრება. ეხლა თუ დაუშვათ მე ზებირად კი ვსაუბრობ, მაგრამ მე საერთოდ სტატისტიკურად ვუყურებ ამ დიაგნოსტირებას საერთოდ. და აქედან გამომდინარე ეს იქნება კატარაქტა, კატარაქტას სჭირდება კვებავი, მეჩვეულება აფთიაქებში იყიდება, ეს მუდმივად უნდა მიეცეს რომ მოხდეს. სწორედ ჩემი ნენსისაც აქვს ეს კატარაქტა და მე მუდმივად უწვეთებ და შეჩერებულია ეს პროცესი. ამიტომ ჩვენ თუ მუდმივად ჩაუწვეთებთ, შეჩერდება ეს პათოლოგია, მაგრამ მანამდე როგორც ჩანს იქ კონიუნქტივიტსაც აქვს ადგილი, ამიტომ მაინც წვეთები თუ ჩაუწვეთებენ და მუდმივად ჩვენ მხოლოდ შევაჩერებთ, სულ ვერ გააუმჯობესებთ თვალის მდგომარეობას. სამწუხაროდ საქართველოში არ ხდება კატარაქტის ბროლის გამოცვლა და აქედან გამომდინარე მე ამ პრეპარატებით უნდა შემოვიფარგლოთ. ერთი წერილი მოგწერა ქალბატონმა შემდეგი შინაარსის. ესე იგი, ჩემს აუტისტ შვილს აუსრულეს ოცნება და აჩუქეს ღარბები, გვწერს ქალბატონი, გთხოვთ დამაკვალიანეთ საკვების სახლის პირობებში. რა მივრცე?
შემდეგ აცრები აინტერესებს ვაქცინაცია თუ ტარდება ვრცელი წერილია და წყალი, ხილი, ბოსტნეული თუ შეიძლებაო უმად თუ მოხარშულიო და დაბანა დასუფთავებასთან დაკავშირებით რას მირჩევთო? აუტისტებს საჭიროა რა თქმა უნდა კომპანიონი ცხოველი. მე ყველა წავსებით აი ვეთანხმები და მხარულიც ვარ. მაგრამ ზღარბი არ არის ის ცხოველი, რომელიც აი ჩვენ ამ შემთხვევაში გამოგვადგება ზღარბს აქვს ეკლები, შეიძლება იმან ესე იგი დააზიანოს. ზღარბი არ არის შინაური ცხოველის მაინც გარეულია და იმას თავისი უფლებებიც აქვს, იმას თავისი გარემოა ჭირდება, იმას მწერებით იკვებება აი მიწაში არსებული ტარაკანებით, ესე ვთქვათ, ისინი იკვებებიან გახრწნილი ფოთლებით, ნეშომპალით ну კი კვერცხითაც იკვებება და არ მგონია რომ ჩვენ ეს ოპტიმალური პირობები შევქმნათ ზღარბს რომ ამით დაუშვათ ბედნიერება მოუტანოთ ჩვენს ესე იგი კარგ მეგობარს ამჯერად ბავშვს და მე ვიტყოდი რომ უფრო დაღლიხوارჯობია ცუგო ისეთი ან ფისო რომ რაღაცნაირად ფისო მაინც უფრო კომუნიკაბელურია თუნდაც აკვარიუმში თევზები თუთიყუშები გალიაში მე მგონი ეს უფრო სწორი იქნება, იმიტომ რომ არ მოხდება კომუნიკაცია მოხდება, მაგრამ არ მოხდება ის დაუშვათ როგორც ზღარბმა შეიძლება დააზიანოს ჩხლეტით. ეკლები აქვს ცოტა კი. ვერ მოეფერება, მე მგონი მაინც აკვარიუმის თევზები უფრო მისაღები იქნება და თუთიყუშები გალიაში. მე მგონი ეს უფრო სწორი იქნება და ესეთი კომუნიკაცია, ესეთი სიახლოვე არც ერთს არ დააზიანებს და მე მგონი უფრო რაღაცა სიმბიოზური კავშირი შეიქმნება მათ შორის. მე ასე მგონია და არ ვიცი ხა სხვა სპეციალისტებმაც პედიატრმა ფსიქოლოგებმაც თქვან თავისი აზრი მე მაინც ზღარბი არ ვიმაჩნია ისეთ რთული ცხოველია ზღარბი მაინც იმიტომ რომ მას თავის ფიზიოლოგია აქვს შარც აქვს ძალიან მძიმე სუნი შეიძლება ტკიპები ყავდეს აცრები არ უკეთდება ზღარბებს და მოკლედ აი ბევრი ესე ნიუანსებია რომ მე მგონი გადავათქმევინოთ მგონია და ჯობია რომ თუნდაც ზაზუნა იყოს, თუნდაც ზღვის გოჭი იყოს ტერარიუმში, აი ეს უფრო ზღვის გოჭი უფრო მშვიდია, არ არის აგრესიული, ზაზუნა უფრო იკვინება. აი ზღვის გოჭი უფრო და ბაჭია თუნდაც პატარა მინი ბაჭიები. აი ძალიან საყვარლები არიან ბაჭიები. მე მგონი ეს უფრო კარგი იქნება ამ ჯოს ჩვენი აუტისტი მეგობრისთვის და მე მგონი ბევრ სიხარულს და ბედნიერებას მოუტანს. გასაგებია გამოჯანმრთელება ვუსურვოთ. გამოჯანმრთელება და საუკეთესო სურვილებით რა თქმა უნდა. ნამდვილად საუკეთესო სურვილებით და წარმატება უამრავი. აუცილებლად. ესე იგი ჩიხუახუას მეპატრონე გვწერს, კისრის ბოლოში მრგვალად აქვს სიმაგრეო, რომელიც კანთან ერთად მოძრაობს, თითქოს ბურთი აქვს კანქვეშო. ესე იგი ასაკი არ არის მითითებული და გვეკითხება შეიძლება თუ არა ვაქცინაციის მერე დარჩენილიყო კისერზე გაუკეთეს ნემსიო. კი, ცოფს ახასიათებს, კი, როგორ არა ცოფის ვაქცინაციას ახასიათებს, მაგრამ ის 30 დღემდე გრძელდება. მაგრამ თუ ეს მოცულობაში გაიზარდა, ну მაშინ მოხდეს თუ ჩვენ ინიექციას ვაბრალებთ შესაძლებელი რაღაცა კაფსულა გაიკეთე და კაფსულაში რაღაცა გრანულომა წარმოიქმნა და სითხე უნდა მოხდეს პატარა გაიჭრას ან სითხით, მაგრამ თუ არ გაიწოვ იმ შემთხვევაში, მაგრამ სხვა შემთხვევაში შეიძლება იყოს ლიპომა, თუ დაუშვათ ასაკში არის მაინც ჩვენი ჩიხუახუა ხო? მაშინ ლიპომა, ну ლიპომაც ეს არ არის ისეთი რთული შემთხვევა, ალბათ ოპერაბელურია და პრობლემა და მე ხა გავიხსენებდი შენს საყვარელ ლინდას კონტაქტი ვიოლობდი როგორ განიცდიდი და როდესაც ამობურცული კანქვეში და როდესაც მე ამოვიღე სითხეთ ჰიდრომა იყო და რამალე ესე იგი დასრულდა ჩვენი ეს ესე იგი მე გამიჩნდა განცდა რომ სიმსივნური წამონაზარდი ქონდა. არა, სიმსივნი არის, ეს არის კეთილთვისებიანი, რომ თამის ქვია ჰიდრომა, სითხე გროვდება. ეს შეიძლება ყურში ჩაღუდის, იგი წარმოიქმნას კანქვეშ და მე ეს ადვილად ხდება ეს ან შპრიცით ინიექციით, ან რეზექციით გაჭრით და მე გამოსულეთ. ესე მე მახსოვს როგორი ბედნიერი და მშვიდი წამოვედი შენგან ვახო ექიმო, როდესაც ლინდა გასინჯა ის პროცედურა სითხე ამოუღეთ. ექიმი რომლის იმედით სულ გვაქვს და ჩვენ ძვირფასი მეგობარი ვახო ექიმი. კიდევ ერთი წერილი არის, ცოტა უცნაურად მომეჩვენა, ძაღლის სულ რომ ამთქნარებს, რა შეიძლება სჭირდესო, ამასთანავე დასუსტდა და ჭამაც აკრძალაო, აი წერს ესე ადამიანი ქუჩის ცუგაზეა საუბარი.
საერთოდ ხშირი მტკნარება ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმში ჟანგბადი არ მიეწოდება ისეთი რაოდენობით, შეიძლება იყოს თავის ტვინს არ მიეწოდებოდეს, ან გულსივრცის სისტემას. ეს ერთ-ერთი სინდრომია, მაგრამ რა საკითხი უნდა ვიცოდეთ, იქნებ სხვა მიზეზია, ხა ხშირი მტკნარება გააჩნია ახლა ცხოველებს ახასიათებს ხშირად მტკნარება საერთოდ, მაგრამ თუ ნამდვილად ეს მთელი დღის განმავლობაში ამტკნარებს, ესე იგი რაღაცა უნდა გაკეთდეს ბიოქიმიური ანალიზი, საერთო ანალიზი და ვნახოთ იქ როგორია, ესე იგი ჟანგბადის მდგომარეობა, ყველა სატურაცია, ყველაფერი უნდა შემოწმდეს და მე იმის მიხედვით მე განსაზღვროთ მიზეზ გულიც უნდა გაისინჯოს, მათ შორის გულის უპირესობა, მაციცის ეს ყველაფერი თირკმელების უკმარისობამაც თავის ტვინის ყველაფერმა ფაქტიურად და თუ ეს ყველაფერი ნორმაშია და ეს უბრალოდ ამტკნარებს თავისი ნორმის ფარგლებში, მაშინ ეს საგანგაშო არაფერი არ არის და მაგრამ მაინც მე მინახია ყოფილა რომ აი ძალიან ჩემი ცხოველი ხშირად ამტკნარებს ყოფილა და მე გარკვეულა რომ მას ანალიზებში მათ ჰემოგლობინი დაბალი ქონდა და რა თქმა უნდა ეს მტკნარებაც ერთ-ერთი თავდაცვის ერთ-ერთი უნარია რა თქმა უნდა იმისა რომ როგორ მე ამტკნარებით მეტი ჟანგბადი მიიღოს ორგანიზმმა რომ გადანაწილდეს მე შესაბამის ორგანოებში. გასაგებია. ესე იგი ერთი წერილი შემოვიდა ქუჩის ცუგასთან დაკავშირებით რა კარგია რომ ადამიანები ეს აქტიურობენ და ცდილობენ დაეხმარონ ქუჩის ცუგებს, ექიმის წერილობით მიმართავენ და ასე შემდეგ და ესე იგი ქუჩის ცუგა წაიყვანაო მუნიციპალურმა ვრცელი წერილია საკმაოდ აი რამდენიმე ამონარიც და როდესაც მოვიდა ახლა არის დასუსტებულიო სიარულიც უჭირსო ხშირად წევსო და ეძებს თბილ ადგილსო აი წერს ტელემაყურებელი და მაინც ეს მუნიციპალურმა წაიყვანა რის საოპერაციო კასტრაციისთვის და კასტრაციის შემდეგ რომ დაბრუნდა ცუგა აი ყოველ დღე ამჩნევენ უარეს მდგომარეობას. სამწუხაროდ მე ვიტყოდი, როდესაც სტერილიზაცია კასტრაციაზე მიყავთ, გარკვეული 60% ინფიცირდება ვირუსული დაავადებებით, როგორც არის ჭირი და როგორც არის პაროვირუსული ენტერიტი. სწორედ ეს არის ერთ-ერთი პრობლემა და აქ ეს არ იყოს ინკუბაციური პერიოდი, უნდა მოხდეს ვეტერინარ კლინიკაში მიზეზის გაგება, ტესტირება უნდა ჩატარდეს როგორც ენტერიტებზე, ასევე ჭირზე, რომ გავიგოთ აქ რამე ხო არ აქვს ადგილი თუ რამე ჭირს აქვს, ეს ცოტა რთული პათოლოგია ჭირი. დროულად უნდა მივიღოთ ზომები, რა თქმა უნდა, რომ რამე მან ნერვული ან რაღაცა გარკვეული გართულება არ მოყვეს და არ დაინვალიდეს ჩვენი ცხოველი. მე შემთხვევაში კვდებიან კიდევაც, ამიტომ საერთოდ მიხარია ერთი, რომ მუნიციპალურმა სამსახურმა ამ ბოლო პერიოდში მიიღო გადაწყვეტილება ცოფის ვაქცინაციასთან ერთად კომპლექსური ვაქცინაციის ესე იგი პროფილაქტიკური ღონისძიების ჩატარება. მე მივესალმები და ნამდვილად ამას რამდენი წელია ვიძახოდი, რომ ეს უნდა გაკეთდეს, მაგრამ ეს არ არის ერთჯერადი საკმარისი იმისათვის, რომ ანტისხეულები გამომუშავდეს და იმუნიტეტი გაძლიერდეს, მაგრამ მაინც დიდი ნაბიჯი არის, რა თქმა უნდა, როდესაც კომპლექსური ვაქცინით ხდება ესე ვაქცინირება. მაგრამ ყოველ შემთხვევაში, როდესაც ქუჩიდან იყვანენ ცხოველს და უცებ უკეთებენ ოპერაციას და ჩვენ ცობს და კომპლექსურებს იმაშვებით და იქნებ დაინფიცირებულია ქუჩიდან და ჩვენ ვაქცინას უკეთებთ, შეიძლება ამან დაამძიმოს მდგომარეობა. ამიტომ მე არ ვიტყოდი, რომ ასე ჩქარა უნდა გამოუშვან, ჯერ უნდა გამოიკვლიონ, ანალიზები გაკეთდეს, ტესტირება გაჩაუტარდეს და მერე უნდა მოხდეს ვაქცინაცია. ნამდვილად ამ შემთხვევაში მაინც ახლა მუნიციპალურ სამსახური ვერ დაეხმარება, უნდა მიმართოთ კერძო კლინიკას და კლინიკები, რა თქმა უნდა, დაეხმარებიან და დროულ პრევენციას ჩაუტარებენ. გასაგებია ჩაუტარებენ გასაგებია. ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, ამ ცუგას. ჯანმრთელობა ცუგას. ესე იგი, კვლავ ცუგას მე პატრონე გვწერს, შევამჩნიე, რომ შარდვა უჭირს ჩემს ცუგას და ტკივილი აქვს შარდვისასო. ძაღლი არის ინგლისური კოკერი, წლის და 3 თვის ძუ, გაკეთებული აქვს ყველა საჭირო აცრა, ასევე აქვს სტერილიზაციაც გაკეთებული. კოკო გვყავს, ხო? კოკო. ძუ, კი ბატონო, როგორც სიმპტომატიკის მიხედვით და კლინიკური ნიშნების მიხედვით, მე აქ ცისტიტს ვფიქრობ, შეიძლება შარტკენჭოვანი დაავადებაც, რა თქმა უნდა. კარგი იქნება ეხოსკოპიური კვლევა, აქაც ანალიზები, შარდის ანალიზები და აქედან გამომდინარე გამოჩნდება აქ რა არის მიზეზი, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის ცისტიტი ალბათ. უნდა მოხდეს დროულად დიაგნოსტირება და ანტიბიოტიკოთერაპია. ანტიბიოტიკოთერაპიით ხდება ამ ანთების ჩაქრობა და შემდგომში არსებობს ჰომეოპათიური პრეპარატები და ძალიან დიდ ეფექტს იძლევა მათ გამოჯანმრთელებაში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა, ჯანმრთელობა ვუსურვოთ ჩვენს 4 მეგობრებს და უამრავი წარმატება ვახო-ექიმ. დიდი მადლობა.
მაშასე დღეს რუბრიკა სტუმარს მასპინძლობს ჩვენთვის კარგად ნაცნობი არაჩვეულებრივი ადამიანი ულამაზესი ირინა ონაშვილი და მისი ოჯახი. გამარჯობა ირინა. გამარჯობა. ესე იგი, ამ პატივცემულ შემადგენლობას გავაცნობ დასაწყისისთვის ჩვენს ტელემაყურებელს. კი ბატონო. ქოქოს მოყვანის ინიციატორი. კი. ბატონი? დავითი. ბატონი დავითი. ირინა, რა იცვლება ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ეს საოცარი არსებები შემოდიან? ყველაფერი დავდაყირა ტრიალებს, აბსოლუტურად ჩვეულებრივი ახალი ოჯახის წევრია. პატარა ბავშვზე ნაკლები მოვლა ნამდვილად არ სჭირდება კი არა და უფრო მეტიც. არ ვიცი რომ არა მათი რაღაც დაჟინებული მოთხოვნა ამ ძაღლზე, ნუ საბა იყო ინიციატორი, მე საბამ ეს დაქოქა რომ მიდი შენც დედას უთხარი და ერთობლივად იქნებ უფრო მეტი ძალისხმევა ჩართეს რომ უფრო სწრაფად გადამეწყვიტა მიმეყო გადაწყვეტილება ძაღლის სახლში მოყვანაზე ისე ალბათ არც ვიფიქრებდი რომ არა ბავშვები და რომ ამათ გამო აი უკვე 1 წელზე მეტია ცოტა რაც სახლში ყავს მიყვარს ვუვლი კი არა და არ ვიცი შვილი ვით ვუვლი უდიდესი პასუხისმგებლობაა სულ ვურჩევ ხოლმე ყველას რომ ხალხო უყურეთ ამას როგორც რაღაცა პასუხისმგებლობა და ის რომ უბრალოდ რაღაცა გვიყვარს და მოვეფერეთ და იმის გარდა გაითვალისწინეთ ეს მე რაღაც პროტესტის შეგრძნებები მიჩნდება მე შვილებთან როდესაც ისინი არ უვლიან მას და ამის გამო ვჩხუბობთ უარეთ, ჩაიყვანეთ ეზოში მინიმუმ 2-ჯერ. ირინა, ჩემო ძვირფასო, მე ძალიან მიყვარს, როდესაც ცნობილი ადამიანები, ხალხისთვის საყვარელი ადამიანები, აი ძალიან სხვა კუთხის, სხვა რაკურსით გამოჩნდებიან ხოლმე ჩემს გადაცემაში. ამჯერად მე მინდა გკითხოთ, აი მოდით რჩევები მივცეთ ჩვენს ტელემაყურებელს, თუ ესეთ საყვარელი არსება ყავს, ან უნდა რომ ყავდეს, აი რა უნდა გაითვალისწინოს. ყველა განსაზღვრულია თავისი ასაკიდან და წონიდან გამომდინარე. ფეხზე იმ დღეს პრობლემა ქონდა და ბავშვიც ექიმთან მყავს მისაყვანიდან პირველი ეს წავიყვანე კლინიკაში, იმიტომ რომ აი რაღაცა ისე შემაწუხა ცოცხალი ის ქონდა, რაღაც ჭრილობასავი და გავაქანე ეს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც მგონია რომ რაღაცას ვაკლებთ და ისეთი პატრონები ვერ ვართ. ამიტომ სულ ვეუბნები ხოლმე ყველას, რომ ხალხო ეს არის გარდა სიამოვნებისა უდიდესი პასუხისმგებლობა და თუ მყავთ, უნდა მოუაროთ სათანადოდ. აი ნახე წადი მომიტანე ბურთი, მოაქვს ესე, სულ უნდა რომ ვეთამაშო. ბურთი მომე ესენი ჩართულები არიან თავიანთ გაჯეტებში და დიდად ეს უყვარს ეს პროცესი, როცა მომეც. მოდი. და აი კიდე რა იცის? ჩვენ იმიტომ რომ დავუშვათ რაღაცა ამასაც ძალიან ისე მივუდექი ამ საკითხს რომ ძალიან პასუხისმგებლობით მოვიყვანეთ ტრენერი რომელიც თავიდან პატარა სანამ იყო რაც ასწავლიდა როგორ უნდა დაწოლილი იყოს თავისი კუთვნილი ადგილისა თქონდა ეს გოგო ძალიან გვეხმარებოდა ამ ვარჯიშების შესრულებაში იმიტომ რომ კიდევ ამბობ რომ მარტო ძაღლის რაღაცნაირად ყოლა სახლში არ არის საკმარისი ან უნდა იცოდეს წესები უნდა ესმოდეს შენი ამის უნდა ელაპარაკო მოეფერო უნდა რაღაცნაირად კონდეს ეს კომუნიკაცია მასთან ანუ უნდა გრძნობდე შენს ძაღლს და ის უნდა პირიქით გრძნობდეს შენ როგორც პატრონს მომეცი გადაგიგდო ეს პროცესი უყვარს ძალიან სასიხარულოა ის რომ ესეთი პასუხისმგებლობით უდგებით სახელი ვინ შეურჩია ამან სახელი თქვა რომ რაღაც ქოქოსის ფერიაო და აქედან გამომდინარე დაარქვა ქოქო ირინა ჩემო კარგო ქოქოს ყავს ოჯახი თუმცა არიან ცხოველები რომლებიც ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან ქუჩაში მე თქვენ როდესაც დაგირეკეთ და გთხოვეთ რომ ჩვენს გადაცემაში მიგეღოთ მონაწილეობა გითხარით რომ მუდმივად ვატარებთ PR კამპანიას ნუ დაჩაგრავ მეუსაფარს კი ბატონო ვიცი რომ გულით ტკივათ ვიცი რომ თქვენს გაქვთ სათქმელი კი ბატონო საბედნიეროდ რა თქმა უნდა ეს თუნდაც ესეთი ტიპის კამპანიები ხელს უწყობს იმას რომ უკვე რაღაც თითქოს ტენდენციურად აი რაღაც ყველა გაერთიანდა იმის გარშემო რომ რაც შეიძლება მეტი მზრუნველობა გამოვიჩინოთ მიუსაფარი ძაღლების მიმართ. ყურადღება იქნება ეს, ამთარ ზაფხულ რაღაცა მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, მათზე ზრუნვა იქნება ეს თუ სხვა. და ნუ ჩაგვრას რაც შეეხება, მგონია რომ რაღაცნაირად აი ბევრმა ფაქტორმა განაპირობა ის, რომ მაქსიმალურად შემცირებულია შემთხვევები ასეთი საბედნიეროდ კი ბატონო. არ ვიცი, არ არის აუცილებელი რაღაც სახლში ყავდეს მაინც და მაინც რაღაცა საუკეთესო ჯიშის ძაღლი. თუ რაღაც ზრუნვა გინდა რომ გამოხატო ცხოველზე, შეიძლება რომ
იგივე რაღაცნაირად შენს ეზოში მოძებნო ასეთი ძაღლი და რაღაც იმაზე გამოიჩინოს ზრუნვა. ყველა უნდა გავერთიანდეთ ამის გარშემო, რომ გარდა ჩვენი ძაღლებისა დავეხმაროთ სხვას და ნუ ეხა ჩაგვრაზე მართლა აღარ მაქვს საუბარი, არ ვიცი, ანუ არც კი მჯერა თუ არსებობენ რაღაც ჩვენს გარშემო და ჩვენთან ერთად თუ სუნთქავენ ამ ჰაერს ადამიანები, ვისაც შეუძლია რომ რაღაცა ცხოველზე იძალადოს. საბედნიეროდ მათი რიცხვი მცირდება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს რაღაც პატარა წვლილი შევიტანეთ ჩვენმა გადაცემამ ამ პროცესში და იმედი მაქვს, რომ ასეა და ძალიან გამიხარდება თუ ასეა. ძალა ერთობაში იმედია, რომ ყველანი ერთად ჩვენ საზოგადოებას შევძლებთ ამ მანკიერი რაღაცებს აღმოფხვრას და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. სულ ვამბობ, რომ ესენი არიან, არ ვიცი, ცხოველი კი ქვია, მაგრამ ადამიანზე დიდი სიყვარული შეუძლიათ ხო ხანდახან მაგასაც კი ვამბობ ხოლმე. აი ხო, ემოციურ მხარეზე, რატომღაც ისე მოყვა საუბარ შევყავით, ვერ გკითხეთ და მინდა გკითხოთ. აი მე როდესაც სახლში მივდივარ, განცდა მაქვს, რომ ყველაზე მეტად მას ახარებს ჩემი დანახვა. აი თქვენ როგორ? მეც მაქვს ეგ განცდა, აი ძალიან ბევრს ვთქვათ მოკლედ ამ ძაღლის მოვლასთან დაკავშირებით, მაგრამ ეგ განცდა მართლა მაქვს, აი შეუძლებელია ეგ რო არ იგრძნო, ან ამათ ესენი სკოლაში რომ მიდიან ბავშვები, როგორც კი გაიხურავენ კარს, ანუ წყვეტს საჭმლის, ანუ აღარ ჭამს. სანამ და ქვევით უკვე არ ვიცი როგორ გრძნობს ამას, რომ კართან უკვე სულ ქვემოთ პირველ სართულზე ესენი ჩამოვიდნენ სკოლის ტრანსპორტიდან და აქ უკვე ეს იწყებს გნიას, რომ აი გრძნობს რომ მოდიან და როგორც კი ბავშვები შემული მაშინ აგრძელებს წყლის დალევას, მაშინ აგრძელებს ჭამას და ყველაფერს და ცხოვრებას წყვეტს, რაღაც აპაუზებს და მერე აგრძელებს, ხო, ეს ხა არ ვიცი, მე მგონია რომ ბევრ ადამიანს ეს განცდა ამ განცდებისგან დაცლილია ბევრი და ძაღლებს აქვთ ეს როგორი საოცარი სიყვარული იციან და რა კარგია ეს ურთიერთობა ჩვენი ბავშვები და მათი 4 ფეხა მეგობრები და იმედი მაქვს რომ რაღაცნაირად მოვლასაც რაღაცნაირად გადაწყვეტენ. მე მგონი ჩვენ აქ დაგვპირდება ეხა ჩვენი მეგობარი რომ ჩაერთობა აქტიურად, ხო, მოვლაში? ხო, რა, დამეხმარეთ, რომ ერთად მოვაროთ. არაფერი, წყალი დაუსხით საჭმელი. აღარ დაგჭირდეთ დაძალება და შეხსენი. მადლობა დიდი. მადლობა თქვენ, პირიქით, რომ ესეთ კარგ საქმეს აკეთებთ და ესეთ მნიშვნელოვან კამპანიას ეწევით. დღეს კი მე ამით დაგემშვიდობებით. მადლობა რომ გვიყურეთ. ნახვამდის.